გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზი, TBC კაპიტალის გლობალური ბაზრების კვლევების გუნდის უფროსი ანალიტიკოსი. ჩემთან ერთად არის სანდრო გოცაძე, ასევე ჩვენი გუნდის უფროსი ანალიტიკოსი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 2025 წლის მეორე ნახევრის გლობალური ფინანსური ბაზრების მოლოდინებზე. TBC კაპიტალი ყოველ 6 თვეში ერთხელ აქვეყნებს მაკროეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებულ ხედვებსა და მოლოდინებს სხვადასხვა აქტივთა კლასებზე. აქციებზე, ობლიგაციებზე, ვალუტებსა და სასაქონლო პროდუქტებზე, ოქროსა და ნავთობზე, რომლის მიზანიც არის შემდგომ 6 თვეს მომზადებული და გარკვეული ხედვით ჩამოყალიბებული შევხვდეთ. დღეს, რადგან მე და სანდრო წარმოვადგენთ equity-ს მხარეს, სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ სხვადასხვა საინვესტიციო თემატიკებს. მოდი სანდრო გადავიდეთ ამ თემების ჩამოთვლაზე და თითოეულ მათგანი გავშალოთ, ჩავიდეთ სიღრმეებში და გარკვეულ თეორიულ პორტფელიურ გადაწყვეტილებამდე დავიყვანოთ. გამარჯობა, მადლობა ნიკოლოზ წარდგენისთვის, მივესალმები ასევე მსმენელებს. როგორც ახსენე, მოკლედ მართლაც ეს რეპორტი ძალიან მოცულობითი არის და ძალიან ბევრ თემას ეხება და დღეს მაქსიმალურად შევეცდები მე საუბრისას და მოკლედ ისე წავიყვანოთ მთელი საუბარი, რომ მაქსიმალურად პრაქტიკულ იდეებზე იქნებ დავიდეთ თითოეულ საინვესტიციო თემატიკის განხილვისას. და შენ კითხავს რომ დავუბრუნდეთ, მოკლედ შევაჯამებ ზოგადად equity-ს ნაწილში გამოყოფილი გვაქვს 4 თემა, ძირითადი 4 თემა, რაც მიგვაჩნია რომ შემდეგი 6 თვის განმავლობაში იქნება ბაზრის მამოძრავებელი, ასე რომ ვთქვათ. პირველი ეს არის შესანიშნავი შვიდეულის, ანუ Magnificent 7 აქციების გადაფასება, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც მოიცავს მათი აქციების ფასების კორექციის მოლოდინს, ასე რომ ვთქვათ. მეორე თემა არის ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფები და დერეგულაციის მოლოდინები. შემდგომ გადავალთ აუცილებლად დივერსიფიკაციის საკითხზე, რომელიც ძალიან ბევრი სხვადასხვა გარე ფაქტორის არის გამოწვეული, ასე რომ ვთქვათ. და ბოლოს განვიხილავთ ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემას და სხვადასხვა ფენებს. ეს 4 თემა არის ის, რომელიც მიგვაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას და ეს 4 თემა არ არის ლიმიტირებული მხოლოდ 4-ზე, იმიტომ რომ იქ ქვეთემები არის და ეხლა ნელ-ნელა რომ განვიხილავთ Magnificent 7-ის გადაფასებით, რატო არის საინტერესო, მოდი პირველი ისაუბროთ, რომ ბოლო პერიოდში ეს აქციები არა მარტო ფუნდამენტალური მიზეზის გამო იზრდებიან, არამედ შეიძლება ითქვას, რომ პატარა ჰაიპიც არის რა. იმდენად ესე ვთქვათ, ცნობადი გახდა, არ არსებობს თითქმის ინვესტორი, რომელსაც ეს აქციები ერთხელ მაინც არ დაურისერჩებია, ან დაუსერჩავს, ან ფაქტობრივად დღეს ინვესტორების უმეტესობას პორტფელში ერთ-ერთი მათგანი მაინც უზის რა. და ამიტომ ჩვენ შედარებით განსხვავებული ხედვა გვაქვს და მოდი პირველი ამ თემით დავიწყოთ, რას და როგორ ველით ამ მიმართულებით. კი ბატონო. ესე იგი, ზოგადად სანამ უშუალოდ მიზეზებზე გადავალთ, რატომ მიგვაჩნია ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ალბათ კონტექსტისთვის უნდა ვახსენოთ, ზოგადად ეს შესანიშნავი შვიდეული რას მოიცავს, ხო? ეს შესანიშნავი შვიდეული არის ყველაზე დიდი მარკეტ კაპიტალიზაციის, საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე აქციები, S&P 500-ში შემოვლილი აქციები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში იყვნენ ძირითადი მამოძრავებელი ძალა ამ ბაზრის აღმავლობის. ეს კომპანიები არის Google, Meta, Microsoft-ი, Nvidia, თუ ჩამგამოჩა. Amazon-ი. იმის მიზეზი თუ რის გამოც ეს 7 კომპანია თელ ამ ბაზარს ამოძრავებდა, არის შეგვიძლია განვიხილოთ 2 განზომილებიდან, ანუ 2 გადმოსახედიდან. ერთი არის როგორც ახსენე ფუნდამენტალურად მართლაც რომ ყველაზე მაღალი მომგებიანობის დის მაჩვენებლები ჰქონდა ამ 7 კომპანიას. ანუ ფუნდამენტალურადაც მართლაც რომ ძალიან ჯანსაღად გამოიყურებდნენ ეს კომპანიები. და თან ამას ძალიან ხელი შეუწყო ხელოვნური ინტელექტის აღზევებამ, ასე რომ ვთქვათ, რამაც ძალიან დიდი ჰაიპი შემოიტანა დამატებით ბაზარზე. ფუნდამენტალური ფაქტორის გარდა არის მეორე მხარე, რაც არის თვითონ ინვესტორების თვითონ ინვესტორები რა მოცემულობაში იყვნენ ამ პერიოდში. ანუ უფრო კონკრეტულად რო ახსენო, ზოგადად შენც ახსენე რომ თითქმის ყველა retail ინვესტორი ამ აქციებს ფლობს. სწორედ ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამხელა საინვესტიციო თანხის შედინება მოხდა ამ დიდ 7 კომპანიაში, ანუ უკეთესად რო ავხსნა COVID-ის შემდგომ ამერიკის შეერთებულ შტატებში
დარიგდა, ასე ვთქვათ, თანხები, რასაც ნიშნავს სტიმულუს ჩეკები. და თითოეულ მოქალაქეს დაუგროვდა ძალიან დიდი ოდენობის ჭარბი დანაზოგები. და ინტუიტიურად ამ ჭარბი დანაზოგების განთავსება ხდებოდა უსაფრთხო ინვესტიციებში და რაც საკვირველია, როდესაც საცალო მოვაჭრეს ახსენდება უსაფრთხო ინვესტიცია, ლოგიკურია, რომ პირველი ფიქრო ამ 7 კომპანიაზე, ისეთ ნაცნობ სახელებზე, როგორც არის Apple და ასე შემდეგ. საცალო მოვაჭრეების მხრიდან წამოსული მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, მიგვაჩნია, რომ არც თუ ისე ხანგრძლივად გაგრძელდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ეს ჭარბი დანაზოგები ფაქტობრივად უკვე ამოწურული არის, რაც ნიშნავს იმას, რომ დამატებითი ბაზრის აღმავლობა რაღაც განსაკუთრებული კატალისტის გამოჩენის გარეშე შესაძლოა ლიმიტირებული იყოს. ოკეი, ანუ ეს შეიძლება ესე აღვიქვათ, რომ თუ ინსტიტუციონალური ინვესტორები ან თუნდაც რიტეილი გამოსვლას დაიწყებს Magnificent Seven-ის კომპანიებიდან, ეს თანხა, ამ თანხის როტაცია სადგონია რომ მოხდება. ხო არ მოხდება მაგალითად საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებში ან პატარა კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებში და რა მიზეზით საერთოდ. გონია რომ ამ თანხების როტაცია ძალიან ლოგიკურია რომ აქეთ განმოვიდეს. კი, ზუსტად ეგ არის ის ხედვა, რასაც ჩვენ განვიხილავთ და ჩვენი მოლოდინი სწორედაც რომ ეგ არის. რომ მოკლედ ამ თანხის გამოდინება ანუ როტაცია მოხდება სწორედ საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებში, ანუ ეს კომპანიები, რომლებიც არის, რომელთა ზომა არის დაახლოებით 2 მილიარდიდან 10 მილიარდამდე და რეალურად ამის ძალიან რამოდენიმე მიზეზი არის ამ ყველაფრის გარდა იმისა, რომ იქიდან თანხა გადმოვა ამ საშუალო ზომის ბიზნესებს მრავალი სხვადასხვა კატალისტი აქვს. ეს არის პირველი ტრამპის დაპირება, რომ იქნება მისი პოლიტიკა მთლიანად მორგებული პრო-ბიზნესურ ინიციატივებზე და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების რეალურ ბიზნეს გარემოს, ანუ უფრო ლოკალურ ბიზნესებს მოიცავს სწორედ ეს საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების ინდექსი, ასე ვთქვათ. და იდეაში ზოგადად ეს კომპანიები ისედაც შედარებით უფრო ლოკალურად არიან, მათი შემოსავლებიც შედარებით უფრო ლოკალური არის და თუ ტარიფებისგან ინვესტორს უნდა თავი დაიცვას, ამ ორ შორის ის უფრო იზოლირებული იქნება სხვა დიდ ტექ კომპანიებთან შედარებით, რომლებიც უფრო დამოკიდებული არიან გლობალურ ვაჭრობის ჯაჭვზე. გარდა ამისა, როგორც წესი, მოლოდინი იყო წლის დასაწყისშიც, რომ კომპანიებს შორის mergers and acquisitions იქნება mergers and acquisitions ძალიან აქტიური ფაზა კი ბატონო. და ზოგადად სწორედ ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც მიგვაჩნია, რომ mid-cap კომპანიები გაიზრდებიან, ასე ვთქვათ, რადგან ზოგადად ეს M&A ტრანზაქციების უმეტესი წილი, როგორც წესი, ექცევა ამ საშუალო ბაზრის კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებში, რაც რამოდენიმე მიზეზია კიდე მაგას, იმიტომ რომ შედარებით დაბალი ზომის არიან და ასევე ის რომ დაახლოებით რამოდენიმე წლის წინ პიკი რო დააფიქსირეს, იმის შემდგომ უკვე მათი ფასი ძალიან ეცემა და შეიძლება ითქვას, რომ იაფად ივაჭრებიან თავიანთ რეალურ ღირებულებასთან მიმართებაში, ანუ undervalued არიან, ასე ვთქვათ, რაც უფრო ამარტივებს ამ M&A ტრანზაქციებს სხვადასხვა კომპანიების მხრიდან. ოკეი, და M&A-ში ბუნებრივია რომ ჩართულები არიან სხვადასხვა საინვესტიციო ბანკები, ხო? და მგონია რომ ის დერეგულაციის თემა ამერიკაში, რაც მიდის და ეხლა ძალიან ისეთი ცხელი თემა არის, ძალიან ებნის თან ფინანსურ კომპანიებსაც, რა ბანკებს განსაკუთრებით და ეს ჯამში რა ეფექტს მოგცემს, რა არის ესე თქო ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით? კი ბატონო, სწორად ახსენე M&A ტრანზაქციების ერთ-ერთი პირდაპირი ბენეფიცია სწორედ ის ბანკები არიან, რომლებიც ამ ტრანზაქციებში ჩართულები არიან უშუალოდ და ეს ერთი კატალისტი არის, გამოც მიგვაჩნია, რომ ფინანსური სექტორი კარგად გამოიყურება შედარებით სხვა სექტორებთან მიმართებით. თუმცა დერეგულაციის საკითხიც არის მეორე კატალისტი, რის პირდაპირ ბენეფიციარი იქნებიან ბანკები, კონკრეტულად დიდი ბანკები. ამის მიზეზი არის ის, რომ ზოგადად კონტექსტისთვის 2008 წელს მომხდარი კრიზისის შემდგომ მოკლედ ძალიან გამკაცრდა რეგულაცია ბანკებში. ერთ-ერთი იყო, რომ გაიზარდა სარეზერვო კოეფიციენტის მინიმალური ლიმიტი, SLR ratio ეძახიან, ასე ვთქვათ. და რეალურად ეს ნიშნავს ასახავს იმას, თუ რა მინიმალური
მოცულობის კაპიტალი უნდა კონდეს ბანკს იმის სანაცვლოდ თუ რამხელა ასე რომ ვთქვათ მარტივად რომ ვთქვათ და სწორედ დღეს განიხილება დღევანდელ მოცემულობაში განიხილება ის რომ ეს სარეზერვო კოეფიციენტი ან შემცირდეს ან მეორეზე გავგზავნოთ კიდე მაგრამ ჯერ შემცირების შემთხვევაში ეს ლოგიკურად მიუთითებს იმაზე რომ დიდ ბანკებს გამოთავსებდებათ დამატებითი კაპიტალი და ეს კაპიტალი შეიძლება გამოსადეგარი იყოს ან უბრალოდ სესხების გასაცემად ან შეიძლება დივიდენდი გაძლევოს ბანკმა ან აქციების შესყიდვის პროგრამა გამოაცხადოს ანუ buyback პროგრამა რაც აქციონერებზე ძალიან დადებითად ისახება ზოგადად და მეორე ვარიანტი განიხილება რომ ზოგადად ამ ინიციატივის სახელმწიფოს მხრიდან ამ ინიციატივის მთავარი არსი ერთ-ერთი მთავარი არსი ის რომ ზოგადად ეს დიდი ბანკები არიან მარკეტ მეიკერები სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე ანუ გადამყიდველები არიან ასე ვთქვათ და შუამავლები არიან ამ მთელი პროცესის მეორე ვარიანტი განიხილება რომ ბანკებს შეეძლებათ მოკლედ სახაზინო ობლიგაციების ყიდვა და ამის სანაცვლოდ მათ დამატებითი კაპიტალის დაჭერა არ მოუწევთ ასე რომ ვთქვათ. ანუ კალკულაციისას ამ SLR კოეფიციენტის კალკულაციისას სახაზინო ობლიგაციები უბრალოდ ფორმულიდან შეიძლება ამოვარდეს და ეს კიდე დამატებით ლიკვიდურობა შემოვიდნენ სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე და ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ასეთი ინტერესი აქვს ხელისუფლებას და რეგულაციის. შეგვიძლია დავამატოთ ის თემაც, რომ ესეთი მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, სადაც trade war, ანუ სავაჭრო ომი განსაზღვრავს ყველაფერს, ძალიან გაზრდილია ბაზრებზე ვალუტურობა. რითიც ბანკები განსაკუთრებით ისეთი ბანკები, რომელთაც trading desk-ი ძალიან აქტიური აქვს, ძალიან დიდ სარგებლობას ნახულობენ, ხო? და მოდი აქედან რომ გადავიდეთ, ეს პლუს ესე თქვათ financial-ებზე ერთ-ერთი ფაქტორი არის, რატომაც შეიძლება რომ overweight იყოთ, უბრალოდ აქ საინტერესო და იქნება ჩასაძიებლად ისეთი ბანკები, რომელთაც ესეთი trading desk-ები აქტიური აქვს და ამით დიდ ფულს აგენერირებენ და ამით შეგვიძლია ლოგიკურად რომ გადავიდეთ ტარიფებზე და ტარიფებთან მიმართებით საინტერესო იქნება ის სექტორები, რომელზეც ვართ ჩვენ overweight ან underweight, რაღაც გლობალურად რო შევხედოთ რა და ტარიფები რა დარტყმას მიაყენებს მათ მოგებას თუნდაც ან ზოგადად ხარჯების კუთხით როგორ გადაანაწილებს თითოეული სექტორი რა არის ამაზე ასე ვთქვათ შენი აზრი. იბედანო. უბრალოდ სანამ უშუალოდ გადავთ overweight და underweight ახსენეთ და ალბათ ხშირად გამოვიყენებთ კიდე ამ დისკუსიის განმავლობაში თუ მარტივად რო ვთქვათ overweight ნიშნავს იმას რომ მოლოდინი არის ჩვენი ფაქტურად პოზიტიური ამ სექტორზე, underweight ნიშნავს რომ არის ნეგატიური და ზოგადად შენ კითხავს რომ დაუბრუნდე. ან ტარიფებმა მართლაც რომ ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია აქციების ბაზარზე, თუმცა რამოდენიმე სექტორი არის, რომელიც შედარებით იზოლირებულად გამოიყურება ამ ტარიფების მიმართ. ანუ ისეთი სექტორები, რომელთა შემოსავალიც და ასევე ხარჯებიც არის უფრო ლოკალური ვიდრე სხვა სექტორები. პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური სექტორი, რომელიც შედარებით დაცული არის და ნაკლებად მოწყვლადი არის ტარიფების მიმართ, ეს არის utilities ანუ კომუნალური სერვისების სექტორი, რაც ძალიან ლოგიკურია, რადგან თავიდან ბოლომდე ოპერაციები არის ლოკალურად და იმპორტირებული პროდუქციაც შედარებით ნაკლებად არის აქ. და მეორე არის ჯანდაცვა, რომელზეც ჯერჯერობით კარგად გამოიყურება, რადგან ეს ტარიფი არ დადებულა ჯანდაცვის სექტორზე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და მეორე მხარეზე რომ გადავიდეთ, ყველაზე მოწყვლად სექტორად ლოგიკურია გამოიყურება ტექ სექტორი, ოღონდ ტექ სექტორის ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ ტექ სექტორი, რომელიც არის უფრო digital ხო იბედან ისეთი რომლებიც ტექნიკაზე ორიენტირებული და ცალკე ციფრული ესე ვთქვათ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები რომლებიც რეალურად ფიზიკურ პროდუქციას არ აწარმოებენ და ამიტომ ნაკლებად არიან დამოკიდებული ამ სავაჭრო ჯაჭვზე და ზოგადად ტარიფებზე და შესაბამისად და ერთი კატალისტი კიდე დამატებით ფინანსური სექტორის როგორც უახსენე სწორედ ეს ტარიფები არის, რადგან აბსოლუტურად ძალიან მიზერული რაოდენობით წილი არის მათი ოპერაციების ანუ კონკრეტულად ამერიკის ერთ-ერთი შტატების ბანკებზე მაქვს საუბარი, ზოგი ბანკი არის, რომელსაც საერთოდ
არ აქვს არანაირი განშტოება არც ერთ სხვა კონტინენტზე და მხოლოდ ამერიკაში არის მისი ოპერაციები და ასევე არანაირი ფიზიკური პროდუქციას არ აწარმოებენ და შესაბამისად იზოლირებული არიან და ეს კიდე დამატებით კატალისტია თუ რატომაც შეგვიძლია ვიყოთ როგორც ახსენე overweight ფინანსურ სექტორზე. სანდრო, ამით შეიძლება გარკვეულწილად ტარიფების თემა მოწმუნე, მაგრამ ასევე ახსენე ჯანდაცვის სექტორზე გარკვეული რისკები. შეგიძლია მაგ თემაში უფრო მეტად ხმად რო შევიდეთ, აი კონკრეტულად რა რისკებს გულისხმობ? კი ბატონო. ტარიფებზე ვახსენე, რომ შედარებით იზოლირებული სექტორი არის ჯანდაცვა, რადგან კარგი მარჟები აქვთ და ეს დაიხმარება ამ კომპანიებს იმაში, რომ ეს დამატებითი ხარჯი, რაც ტარიფებმა შეიძლება გამოიწვიონ, კომპანიამ, ასე ვთქვათ, თავის თავზე აიღოს და ამით მარჟა გაუძლებს ამ ყველაფერს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. და რისკს რაც შეეხება დერეგულაციაზე ვახსენეთ, რომ ამის ბენეფიციარი იქნება ფინანსური სექტორი, თუმცა ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ბიუჯეტური დეფიციტი შეამციროს ამერიკაში. ამის რამოდენიმე გზას განიხილავენ და ერთ-ერთი ბიუჯეტური შემცირებები შეიძლება ყველაზე მეტად მოხდეს ჯანდაცვის სექტორს. და ზოგადად კონტექსტისთვის ვიტყვი, რომ ამერიკაში არსებობს Medicaid და Medicare, ანუ საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს უნდა სწავლდებათ თავიანთი ჯანმრთელობის ხრივ გაწეული ხარჯები, ხო? ეს იქნება მედიკამენტები თუ ასე შემდეგ. და ობამას დროს ეს პროგრამა უფრო მეტ მოქალაქეზე გავრცელდა, ანუ აიწია ის მინიმალური შემოსავლის ზღვარი, რომელიც უნდა ქონოდა მოქალაქეს, რომ მისი ხარჯები დაფინანსებულიყო. ანუ ბევრად დიდი მოსახლეობა მოიცვა ამ პროგრამამ. და ამ ყველაფერს აფინანსებდა ხელისუფლება. და ზოგადად ეს ერთი შეხედვით შეიძლება კარგი ინიციატივად ჟღერდეს, თუმცა მეორე მხარეზე კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ამ სადაზღვეო ოპერაციებში არიან ჩართულები, ცოტა ცუდ მიდგომას აქვს ხოლმე ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მოტყუებით ჩაიწეროს ადამიანის დაავადების სიმძაფრე, ანუ უფრო მძაფრად გამოაჩინონ და უფრო ძვირადღირებული მედიკამენტები გამოუწერონ ადამიანს, რადგან იციან, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება ანაზღაურებს. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ესე პირდაპირ ახსენებს ხოლმე, ესეთ პირდაპირ მიზნად არის ამოღებული ამ პროგრამის ოდნავ შეცვლა, ასე რომ ვთქვათ. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ კანონ პროექტის ხრივ, რომელიც ახლა შეტანილი არის და განხილვაში არის, ეს არის ერთი დიდი ლამაზი აქტი, ან Big Beautiful Bill, ეს ტრამპის სახელი ესე მოიწოდა, ესე არის ცნობილი მოკლედ და ეს რისკად შეიძლება აღიქვას, მაგრამ ძალიან დამოკიდებული არის თუ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. აქენა შეგვიძლია რომ გადავიდეთ რაღაცა ლოგიკურად, ნუ რაღაც სექტორები გამოყავით, რაზეც ესე თქვა ჩვენ ფიქრობთ, ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, გამოყავით ასევე სექტორები, რომელსაც შეიძლება დიდი ზიანი მიადგეთ ტარიფების კუთხით და ეხლა მე მგონი კარგი იქნება ვისაუბროთ იმაზე, თუ დივერსიფიკაციას როგორ მოვახდენთ პორტფელში, თუნდაც მაგალითად გეოგრაფიულად და რომელ ტერიტორიას ფიქრობ, რომ ეს იქნება რისკის დამზღვევი ჩვენ პორტფელში. კი ბატონო, ზოგადად წინა სიტყვებისავით ვიტყვი, რომ ზოგადად დივერსიფიკაციის кейსი ესე გაღვივებული ახლა ამ ეტაპზე იმიტომ არის, რომ მოსალოდნელია ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ, რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების, ანუ შესაძლოა დოლარმა განიცადოს დევალუაცია, ან გაუფასურება. ასე განიცდის ამ პროცესში. განიცდის, კი, და ნუ რა მოლოდინებიც არის და რეებიც ხდება, არის ალბათობა, რომ დიდი არის იმის ალბათობა, რომ გაგრძელდეს კიდე გაუფასურება. სწორედ გაუფასურება ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ისტორიულად როცა დოლარი უფასურდებოდა, ეს დადებითად ისახება საერთაშორისო ბაზრებზე და ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბენეფიცი არის ევროზონის აქციების ბაზარი. და უარყოფითი კორელაცია აქვს მოკლედ დოლარის გაუფასურებას. მათ შორის ესეც ხო ნიშნავს, რომ ევროში ან currency risk-იც გააკეთო, მაგათ ვალუტის რისკიც აიღო. ვალუტის hedge-ი გააკეთო უბრალოდ რა. წლის დასაწყისიდან დღემდე ალბათ ძალიან ბევრს ეცოდინება, რომ ევროპის აქციების ბაზარი ძალიან გაზრდილი არის, განსაკუთრებით თავდაცვითი სექტორი.
ჩვენთანაც ძალიან ხშირად შემოდის ხოლმე კითხვები და ასე შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი საინტერესო გარდა უშუალოდ ევროზონაზე ორიენტირებული ფონდებისა ძალიან საინტერესოდ გამოიყურება აღმოსავლეთ ევროპან შედარებით განვითარებულ ბაზრად შეიძლება მივიჩნიოთ სადაც შედის პოლონეთი და უნგრეთი და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო, რაც ახლა ევროპის კონტინენტზე ხდება, კერძოდ უკრაინაში, სწორედ ამის გამო, ზოგადად აქამდე, სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, ევროზონის ბაზარი და აღმოსავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა ერთმანეთს დაყვებოდნენ. ინდექსებს რო შეხედეთ. თუმცა ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობა რაც დაიწყო და რუსეთის მიერ უკრაინის შეჭრის შემდგომ ეს ასე ვთქვათ კავშირი დაირღვა და ძალიან ჩამოვარდნილი არის და ძალიან დაბალ ფასად შორის იცარიელი ხო გეფია ეგეწოდება. კი ბატონო. და ეს გეფის ამოვსება ერთ-ერთი მიზეზი არის გამო შეიძლება საინტერესოდ გამოიყურებოდეს ეს ბაზარი. თუმცა ისედაც ზოგადად ეს ვალუტის გაუფასურება ძალიან კარგად აისახება პოლონურ ბანკებზეც, იმიტომ რომ ლოგიკურად ძალიან ბევრი ბანკს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს, კერძოდ დოლარში დენომინირებული ვალდებულებები და დოლარის გაუფასურება დამატებით კაპიტალს გამოუთავისუფლებს, როგორც აქამდე განვიხილეთ ფინანსურ სექტორზე როგორც საუბრობდით და ეს შეიძლება გადაითარგმნოს კარგ სტიმულში სესხის მხრივ და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, ევროპაში რაც ხდება ფისკალური სტიმულების პარალელურად, ზოგადად პოლონეთის ბაზარი ევროზონის ეკონომიკასთან ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მეტად კორელირებადი ეკონომიკა არის და შესაბამისად რამოდენიმე კატალისტი გამოგვდის, მოკლედ რის გამოც შეიძლება ეს აღმოსავლეთ ევროპა საინტერესოდ გამოიყურებოდეს, ასე ვთქვათ. და გარდა ამისა, ძალიან საინტერესო არის ჩინეთის ბაზარი, სადაც გარდა დივერსიფიკაციისა არის სხვა ძალიან საინტერესო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განვითარებები და მოვლენები და იქაც ძალიან საინტერესო კატალისტები არის და ამას შენ ჩაგეკითხები უფრო კონკრეტულად თუ რა ხდება ჩინეთის ბაზარზე ის რამე შეიძლება ინვესტორები დაინტერესონ და ზოგადად ეს ხელოვნური ინტელექტის თემას თუ რა მოლოდინები არის თვითონ ამ ეკოსისტემიდან დაკავშირებით. მოდი მაშინ პირველი ხელოვნური ინტელექტი დავიწყებ. რავი მე პირველ რიგში მინდა რომ აღწერო ის value chain-ი ეგრეთ წოდებული მარტივად რო ხსნა value chain-ი რა არის ის თუ ხელოვნური ინტელექტის საბოლოო ღირებულებაში როგორ გადაითარგმნება. ანუ ჩვენამდე როგორ მოდის საბოლოო პროდუქტის სახით. მაგალითად ჩვენ რო ვიყენებთ Spotify-ს, Netflix, YouTube-ს, სხვა დიზაინერულ აპლიკაციებს, თითოეულ მათგანში არის ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი. ან თუნდაც რო ვიყენებთ სხვა საბაზისო მოდელებს, ესე ვთქვათ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტებს, როგორც ChatGPT და Gemini, მაგათ უკან რა დგას. პირველი დავიწყოთ მოდი იმით, რომ ეს ფენა შეგვიძლია რამდენიმე ნაწილად დავხლიჩოთ. ანუ დაახლოებით 6 ფენად შეიძლება რომ დაიხლიჩოს. პირველი არის საბაზისო მოდელები, რაც არის ის ყოველივე ის კომპანიები, რომლებიც ქმნიან ესეთ მასშტაბურ ასე თქვა ხელოვნურ ინტელექტის მოდელებს და მართავენ ამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტალღებს. ხშირად ესეთი კომპანიები არიან კერძო, მაგრამ ასევე არიან ინტეგრირებული სხვადასხვა საჯარო დარაისთულ კორპორაციებში. მაგალითისთვის Microsoft-ი ფლობს, როგორც ვიცით, OpenAI-ს, Google-ი ფლობს DeepMind-ს, Amazon-ი ფლობს Anthropic-ს, Meta ფლობს Llama-ს და ასე შემდეგ. ესენი არიან ისინი, რომლებიც შემდგომ უკვე ქმნიან საბაზისო მოდელებს. ანუ Microsoft-ის აქციის შემთხვევაში ფაქტობრივად იღებ exposure-ს ამ AI-ის ერთ-ერთ ფენას, ხო? კი ბატონო, კი. და იმისთვის, რომ ამ საბაზისო მოდელმა კარგად იფუნქციონიროს, აუცილებელი არის მხარდაჭერა რაღაც გარკვეული სისტემის. ისეთი სისტემის რომელიც მართავს სხვადასხვა მათემატიკურ გამოცვლებს და ამაში ეხმარება მაღალი გამტარიანობის მქონე პროცესორები, იგივე ვიდეო კარტები. ეს არის ასე ვთქვათ ის კომპიუტერული ტექნიკა, რასაც იყენებს ეს ხელოვნური ინტელექტი, რომ ეს გამოცვლები აწარმოოს და ანუ ამით
ახერხებს ფაქტობრივად იმას, რომ სხვადასხვა ესე ვთქვათ, ბრძანებების ინტერპრეტაციასაც ახდენს და ასევე სწავლა შეუძლია ვიდეო კარტების საშუალებით, ამ ენერგიის საშუალებით. შემდგომი თემა არის ანუ ღრუბლოვანი სისტემები და აპარატურა. ეს ჩემი აზრით ბიზნესურად ძალიან საინტერესოა ესეთი კომპანიებისთვის. და მოდი პირველ რიგში ვიტყვი რა არის, ეს არის ეგრეთ წოდებული ბაზა, სადაც არის გამაგრებელი სისტემა, სერვერები და სხვადასხვა. ანუ ეს განსხვავდება ვიდეო კარტებისგან იმით, რომ შედარებით უფრო დიდი მოთხოვნა თუ მოვიდა ხელოვნური ინტელექტის ბრძანების სახით, აქედან უფრო დიდი computing power-ის მიცემა შეუძლია ამ სერვერულ სისტემებს და ბიზნესურად რატო არის საინტერესო? იმიტომ რომ კომპანიები, რომლებიც ამ მოდელებს ქმნიან, ჭირდებათ აპარატურა და ტექნიკა. ეს ღრუბლოვანი სისტემა ნიშნავს იმას, რომ შენი აპარატურის გარეშე შეგიძლია რომ იქონიო რა მოკლედ ქირაობის სახით. აქედან გადავდივართ, მერე შუალედური რგოლი არსებობს, რომელიც ამ ინფრასტრუქტურასა და აპლიკაციებს აკავშირებს ერთმანეთთან. ამ შუალედური რგოლის ფუნქცია არის შემდგომი რაღაცა, რომ up to date იყოს თითოეული მონაცემი, რაც ხელოვნურ ინტელექტში არის ჩაშენებული. მაგალითისთვის ესეთი კომპანია არსებობს Snowflake, ძალიან high quality სტოკი არის, რომელიც აგროვებს და ანალიზებს მონაცემებს გარე და შიდა ბაზებიდან. და იგი არის პასუხისმგებელი, რომ მუდმივად განახლებული იყოს მისი მონაცემი ამ ხელოვნურ ამ ბაზებში. და შემდგომი ეტაპი, სადაც გავდივართ, არის აპლიკაციები, რაზეც უკვე ვისაუბრე. ჩემი აზრით, ეს არის ის ძირითადი წერტილი, სადაც შეიძლება ბიზნესებმა ძალიან დიდი ხელი ნახონ, ანუ სადაც ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გადაითარგმნოს მონეტიზაციაში, მონეტიზაციის წერტილად შეიძლება ვთქვათ და ამიტომაც არის ჩემთვის საინტერესო და ბოლოს ალბათ რასაც გამოყოფდი არის კიბერუსაფრთხოება, სადაც ხდება რამდენიმე შრიანი დაცვა ამ მოდელების არაავტორიზირებული შემოჭრებისგან და ინფორმაციის გაჟონვისგან და ასე შემდგომ. აქედან ჩაგიჭრები უბრალოდ აქამდეც ახსენე შენ რომ ტექი სექტორი ძალიან მოწყვლადია ტარიფების მიმართ, მაგრამ ტექი ორად იყოფა და შენ ახსენე დიჯიტალზე ორიენტირებული ტექი. და ეგ ხო არ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ანუ დამატებითი კატეგორია, რის გამოც იმ ლეიერები ფენაზე ხარ რას ახსენ. ძალიან ლოგიკური არის ახლა მაგ თემაზე გადავიდეთ და შევადაროთ ორი მნიშვნელოვანი რაღაც. ერთი არის ინფრასტრუქტურა და მეორე არის digital ეგრეთ წოდებული ციფრული ანუ ციფრული კომპანიები რა, ციფრული პროდუქტის კომპანიები თავაზობენ. ციფრული პროდუქტის წარმოებელი კომპანიები, იმიტომ არიან ჩვენთვის დღესდღეობით საინტერესო, რომ ისინი ყველაზე ნაკლებად არიან დამოკიდებული ჩინეთზე, მათ შორის ტარიფებზე, გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე და ლოჯისტიკურ შეფერხებებზე. ამიტომაც ისეთი კომპანიები, რომლებიც digital services-ებს თავაზობენ, ნაკლებად განიცდიან მაკროეკონომიკურ რისკებს, გეოპოლიტიკურ დაძაბულობებს და ამიტომ ისინი არიან პოზიციონირებული ყველაზე უკეთესად ამ ჩამონათვალში, განსაკუთრებით ტექ სექტორში, სხვადასხვა ინდუსტრიებს თუ ავიღებთ. მაგრამ რაც შეეხება ინფრასტრუქტურა, მაგალითად ვიდეო კარტები, მაგალითად სერვერულ სისტემები, ისინი პირდაპირ არიან დამოკიდებული მატერიალების ღირებულების დაზე. და ანუ ესე ვთქვათ, პირდაპირ ურტყავს ეს ტარიფები თუნდაც ამერიკულ ჩიპების წარმოებელ კომპანიებს, მაგალითად Nvidia-ს, AMD-ს და ასე შემდგომ. იმიტომ რომ ისინი ძირითადად აწარმოებენ მაინც რაღაც თავიანთ ჩიპების ნაწილებს აზიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში და შემდგომ აწყობა და ამის დიზაინი ხდება ამერიკაში. და ამიტომაც ისინი პირდაპირ განიცდიან ამ დარტყმას ტარიფების მხრივ. ასევე შემდგომი მიზეზი, რასაც შეიძლება ყურადღება გამოვახვილოთ, არის ის, რომ ეს software კომპანიები 2018 წლიდან software კომპანიებმა ამერიკაში დაიწყეს დანახარჯების შემცირება და ამის გამო მოხდა მათი საოპერაციო მოგების მარჟების გაზრდა. დაახლოებით რო გითხრათ 6%-დან 21%-მდე გაიზარდა ამ წლების განმავლობაში მათი მარჟები. ეს იყო იმის დამსახურება, რომ მათი ესე ვთქვათ მოწოდებლების კონსოლიდაცია გააკეთეს, შტატები შეამცირეს, ანუ ოპერაციები გაამარტივეს და ამით მოხდა დანახარჯების შემცირება. და ლოგიკური კიდე მესამე მიზეზი არის ის, რომ ჩვენ თუ სხვადასხვა მულტიპლიკატორის მიხედვით შევხედავთ ამ სექტორს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც იზრდება, როგორც მაგალითად
ჩიპების ინდუსტრია და მათ შორის მოგებაც ეძებათ მაინც სხვადასხვა მულტიპლიკატორის მიხედვით მიმზიდველ ფასად გამოიყურება თითოეული მათგანი. და აქვე უნდა ვთქვათ ის, რომ თუ ჩვენ 2022 წლიდან ძალიან დიდი მოთხოვნა ვნახეთ ჩიპებზე, კონკრეტულად AI ჩიპებზე და ამის გამო დაიბუსტა ნახევარგამტარების წარმოებული კომპანიების აქციების ფასები, შემდგომი ფაზა, სადაც შეიძლება რომ ვიხილოთ AI-ის, ასე ვთქვათ, ჰაიპი და მოგება ვნახოთ, ეს არის აპლიკაციების ფაზა, რაზეც ახლა ვსაუბრობდი და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის შემდეგი მომენტი, სადაც ინვესტორები დიდად იხეირებენ. აქედან რა ვიცი, შეგვიძლია ლოგიკურად გადავიდეთ უკვე გეოგრაფიულ დივერსიფიკაციაზე, ჩინეთზე და ვთქვათ, რომ 20-25 წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა სერიოზული გადატრიალება მოახდინა ტექნოლოგიური გარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ შექმნეს უბრალოდ დაუნჩეს ისეთი პროდუქტი DeepSeek-ის სახით, რომელიც ბევრად უფრო იაფად, ბევრად უფრო ნაკლები გამომუშავებითი ძალით, იგივე computing power-ით აკეთებს იგივეს, რასაც ამერიკული კომპანიები, მაგალითად ChatGPT, Gemini და ასე შემდგომ. ამას სერიოზულად დაარტყა ამერიკულ ჩიპების წარმოებელ კომპანიებს, იმიტომ რომ გაჩნდა ეჭვი, რომ აღარ არის საჭირო ესეთი ძლიერი ჩიპების წარმოება და ბევრად უფრო რაღაც ნაკლები ძალის მქონე ჩიპი შესაძლებელია იგივე შედეგის მიღება. და ამიტომაც ვიხილეთ ამ პერიოდში ჩინეთის ბაზრის სერიოზული აღმოსვლა დაახლოებით როგორც მახსოვს 30% გაიზარდა და საპირწონედ ამერიკული ჩიპების წარმოებელი კომპანიები შემცირდნენ. წერს დავამატებ ჩავეძიები. აი DeepSeek-ზე თქვი რომ შედარებით ეფექტური მოდელია, უფრო ხარჯების მხრივ ბევრად ეფექტური მოდელია, იმიტომ რომ კარგი output-ი აქვს და ნაკლები ხარჯი. და ეს ასევე დადებითად აისახება ალბათ იმ ფენაზე, რასაც შეინაბავდი application software კომპანიებზე, იმიტომ რომ ეგენ მათთვის შედარებით დაბალი ხარჯის გაწევა მოუწევთ თუ უნდათ თავიანთ უკვე არსებულ პროდუქტებში ახალი AI მოდელების ჩამატება, ხო? ალბათ. რეალურად მოხდება შემდეგი რაღაცა. უფრო იაფი მოხდება ამ ხელოვნური ინტელექტი, იაფი იქნება ამ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სხვადასხვა აპლიკაციებში, და უფრო, ესე ვთქვათ, გაფართოვდება პოტენციურად ეს ბაზარი და ხელს შეუწყობს თუნდაც როგორც აპლიკაციებს, ისე ხელოვნური ინტელექტის ბაზრის განვითარებას პოტენციურად. ამ DeepSeek-მა გამოაჩინა იმის შესაძლებლობა, რომ შეიძლება არც თუ ისე გრანდიოზულ თანხებთან იყოს ეს ყველაფერი ასოცირებული და იაფი ალტერნატივის შემუშავებაც არის შესაძლებელი. კი, აი მაგალითისთვის არსებობს ესეთი ტესტი, რომელსაც აწერინებენ ხოლმე ხელოვნურ ინტელექტებს Humanity's Last Exam, რაც ზომავს ორ მნიშვნელოვან რამეს, რამდენად ზუსტ ინფორმაციას იძლევა და რამდენად არის შეცდომის, ალბათ რამდენად ხშირად უშვებს შეცდომას. რომ შევადაროთ ChatGPT-ის მაგალითად 4.1 მოდელი, DeepSeek-ის არაერთ მოდელს, Jobnis DeepSeek-ი ორივე კომპონენტში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქეთ შედარებით დიდი ძალის მქონე ესე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის მოდელები, როგორც არის მაგალითად Gemini-ის Pro და Flash ვერსიები, ChatGPT-ის O-mini მოდელები, ძალიან ჯაბნიან DeepSeek-ს. მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ DeepSeek-მა სერიოზული გარღვევა არ მოახდინა ტექნოლოგიებში, იმიტომ რომ დააფიქრა ელემენტარული ამერიკული წარმოებლები, რომ სხვანაირად შეიძლება რომ იგივე შედეგს მივაღწიოთ. და აქვე, რა ვიცი, ერთ რაღაცას გამოყოფთი, რომ ჩინეთის ბაზრის აღმასვლა ჰქონდა 2024 წელსაც. ეს იყო განპირობებული იმით, რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ინიციატივები გამოიჩინეს, უბრალოდ ხელოვნურად დაასტიმულეს ჩინეთის ეკონომიკა. იყო ეს როგორც იანვარში, ისევე ნოემბერში. მაგალითისთვის რო ვთქვათ, reserve requirement ratio შეამცირეს იანვარში 2024 წლის იანვარში 0.6%-ით და ასევე დაახლოებით 140 მილიარდი ესე ვთქვათ გამოუშვეს ჩინეთის ეკონომიკაში, იმიტომ რომ ეკონომიკური აქტივობა დაიბუსტა. ამის გარდა კიდევ ჰქონდა დაახლოებით 100 მილიარდიანი ესეთი ინექცია ჩინეთის ცენტრალური ბანკებისგან და დაახლოებით ნოემბერში ჰქონდა 1.4 ტრილიონიანი ინექცია, რასაც დაარქვეს შემდგომ უკვე ინტერნეტ სივრცეში ბაზუკას ეფექტი. ანუ ძალიან ესე ვთქვათ, იმიტომაც ვნახეთ იანვარში არ იყო ესეთ დიდი აღმასვლა ჩინეთის ბაზარზე და ნოემბერში დაახლოებით 50% გაიზარდა, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ სტაბილურად გაჩერდა შემდგომ ლეველზე, ვნახეთ სერიოზული კორექცია და ამის შემდგომ უკვე მოხდა ის მიკროდონეზე ინოვაცია, ტექნოლოგიური გარღვევა, რაც არის DeepSeek-ის შექმნა და ჯერჯერობით
ამ ლეველიდან ანუ მოკლედ ამ ლეველიდან რაც დავიძარით, ცდილობს ჩინეთის ბაზარი რომ გაჩერდეს და შეინარჩუნოს ეს სიმაღლეები. აქვე გამოყოფდი იმას, რომ ისეთი ინვესტორები როგორც არის მაიკლ ბერი, ზუსტად ამ მიზეზების გამო ცენტრალურ ბანკებისგან რა ინიციატივებით წამოვიდა, იყო სერიოზულად ბულიში ჩინეთზე, ჩინეთის ზაზე ქონდა ბეთი გაკეთებული, მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ თავის პოზიციებს ჰეჯავდა დაახლოებით 80% put option-ებით, იგივე როგორ თქვა, put option-ი გამოიყენება იმისთვის, რომ თუ ფლობთ long პოზიციებს, long პოზიციების ჰეჯი გააკეთოთ, ეგრეთ წოდებული დაზღვევა გააკეთოთ. დაახლოებით ესეთი პოზიციების გახსნილი პოზიციების 80% put option-ით ქონდა დაჰეჯილი. მერე შემდგომ როდესაც ტარიფების თემა გააქტიურდა და ტრამპისგან ესე ვთქვათ წამოვიდა ეს სატარიფო ინიციატივები და რისკები შეიქმნა ჩინეთის ბაზარზე, ნუ მაიკლ ბერიმაც გადააფასა ეს რისკები და დახურა გარკვეული პოზიციები. ამიტომ რა ვიცი, ხა შეგვიძლია რომ გავაგზავნოთ უფრო მეტად სადველოდებით DeepSeek-ის გარღვევას. მე პირადად გამოყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს, რაც არის რომ ესეთმა იაფიანმა პროდუქტმა, რომელიც იგივე შედეგს აწევს, რასაც ამერიკული კომპანიები ქმნიან, რეალურად შეუძლია გააკეთოს შემდეგი რაღაცა პროდუქტიულობა გაზარდოს, ახალი შემოსავლის წყაროები გააჩინოს და დანახარჯები შეუციროს სხვა კომპანიებს, ჩინურ კომპანიებს. ასევე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა, ორ მნიშვნელოვანი რაღაცას გამოყოფდი კიდე, ნდობა და მიკერძოება. ნდობაში გულისხმობ შემდეგ რამეს, რომ უკვე დაახლოებით 2 წელია რაც ChatGPT და Gemini არსებობს, მათ უფრო მაღალი აქვს awareness-ი, ცნობადობა ეგრეთ წოდებული ბაზარზე, უფრო მეტი ესე ვთქვათ მომხმარებელი ყავთ და უფრო მეტი ნდობა აქვს რა თქმა უნდა დასავლური კომპანიების მხრიდან. ხოლო რაც შეეხება მიკერძოებას შედარებით უკვე უფრო DeepSeek-ისკენ არის გადახრილი იმ მხრივ, რომ ჩინეთი მაინც რაღაც კონსერვატიული ქვეყანაა და გააჩნიათ იქ მაცხოვრებლებს ეროვნული ლოიალობა, ხო? რაც გულისხმობს იმას, რომ ურჩევნიათ გამოიყენოთ ჩინური პროდუქტი, ვიდრე წავიდნენ და ესე ვთქვათ ChatGPT გამოიყენო რა. ხო. აქედან რა ვიცი, ხა შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ და გადავიდეთ უკვე კომუნალური სერვისების სექტორზე რაც ახსენე. მაგაზე მინდოდა ხო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული იმ ენერგომოთხოვნებზე, რაც ეს ამ ხელა computing power მოითხოვს და შესაბამისად ერთ-ერთი ბენეფიცია შეიძლება იყოს ეს utilities სექტორი და ნუ მანდ ერთი ორ სიტყვას დავამატებდი, რომ ბოლო 10 წლეულს შევხედოთ, დეკადას შევხედოთ, საშუალოდ ამერიკაში ანუ ელექტრომომარაგება იზრდებოდა წლიურად -0.6%. ნუ ფაქტობრივად ცირდებოდა. მაგრამ 20-24 წელი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი წელი, სადაც 5.5% გაიზარდა ელექტრომომარაგებაზე მოთხოვნა. და ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ თვითონ ამერიკაშიც წარმოება იყო სერიოზულად გაზრდილი გაფართოვდა ელექტროენერგიის მომარაგება, განსაკუთრებით clean energy-ს ქართულად როგორი განახლებადი ენერგიის ხრივ დაახლოებით 50% მოხდა წარმოების გაზრდა ამ მიმართულებით და ჩვენ ნელ-ნელა ხვდებით იმას, რომ რაღაც ქვანახშირზე ბირთვულ ენერგიაზე ყოფნა შობია, რომ გამოვიყენოთ განახლებადი ენერგია. რის ხარჯზე არსებობს, მოდი ვთქვათ, და რატომ არის გაზრდილი 20-24 წელს ეს ელექტრომომარაგება? ესენი არიან ძირითადი მომხმარებლები არიან hyperscaler-ები და ტექნოლოგიური კომპანიები, ხო? რომლებთაც აქვთ გაფორმებული ესეთ ენერგომომარაგებელ კომპანიებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებები, კონტრაქტები და ისინი ფაქტობრივად არ არიან დამოკიდებული იმაზე, თუ ენერგიის ფასები როგორ შეიცვალება. ანუ მუდმივად იარსებებს ეს მოთხოვნა მათი მხრიდან ამ გრძელვადიანი კონტრაქტების სახით. უბრალოდ მე აქ გარკვეულ რისკებს ხედავ, მაგალითად ამერიკაში, რაზეც მგონია, რომ შენ უფრო ესე ვთქვათ, ჩახედული ხარ, აი ცოტა ჩახედული თავიანთ თქვა, უბრალოდ ერთ თემას ვიტყვი, რომ რისკის სახით მართლა დგას ტრამპის ასე ვთქვათ, უარყოფითი და ნეგატიური დამოკიდებულება ამ განახლებადი ენერგიის მიმართ, რადგან ძირითადად ის არის ძალიან დიდი მომხრე ტრადიციული ენერგორესურსების, ასე რომ ვთქვათ, და შესაბამისად ერთ-ერთი დაპირებაც იყო, რომ ამ
ასე ვთქვათ, განახლებად ენერგიაზე ალბათ რამოდენიმე შეღავათებს ჩახსნიდა და ეხლა როგორც უკვე ვახსენე ეს ერთი დიდი ლამაზი აქტი, რომელსაც ველოდებით დამტკიცდება თუ არა, მან განიხილება იმ შეღავათის ასე ვთქვათ გაუქმება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ეძლეოდათ, როდესაც ელექტრომანქანებს ყიდულობდნენ. და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი თუ ვწდები იმ დაპირისპირებისა, რომელიც გაჩაღდა ილონ მასკსა და ტრამპს შორის, რადგან როგორც ვიცით, ილონ მასკის კომპანია არის ტესლა და ეს ელექტრომანქანებზე შეღავათები შეიძლება შემცირდეს, რომელიც ერთ-ერთი მომძრაობელი ძალა იყო ამერიკაში გაყიდვის ზრდის უკან, ტესლას უკან. და უბრალოდ ერთი იმაზე ვიტყვი, რომ რისკი კი არსებობს, მაგრამ იმ ხელა მასშტაბებზე გვაქვს საუბარი, როდესაც საუბრობთ ხელოვნური ინტელექტიდან წამოსულ ენერგომოთხოვნაზე, რომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამდენად დიდი ზეგავლენა იქონიოს ამ კანონპროექტთან შეიძლება რამოდენიმე ცვლილებებიც კი შევიდეს. ერთადერთი უბრალოდ ძალიან საინტერესო სახალისო ის იყო, რომ ალბათ რამოდენიმე ჩვენგანი ვისაც ეშინია, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება აღზევდეს მომავალში, ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც ChatGPT-ს ელაპარაკება, ძალიან ძილობიან ელაპარაკება უხდის მადლობას და გთხოვ ეს იმეილი დამიწერო, ეს იმეილი, ეს ტექსტი დამიკორექტირე და სემ ალტმანმა, რომელიც არის დირექტორი ამ OpenAI-ის დატვიტარო თითოეულ მადლობაში, ანუ ამ როდესაც პრომპტს წერთ თითოეულ მადლობაში და body-ში და ასე შემდეგ იხარჯება მილიონობით, რა თქვი, მილიონობით თანხა მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან დიდ თითოეული პრომპტის, თითოეული ქარაქტერი და თითოეული სიტყვა და ასე შემდეგ ძალიან დიდ პროცეს computing power-თან არის დაკავშირებული. და მოკლედ ალბათ დასკვნარი რომ Microsoft-ით თუ გიჭიროს, კარგია თუ ვსდილობენ არ იქნებით ChatGPT-ს. და მეორე არის ერთი უბრალოდ ძალიან ისეთი სტატისტიკაა, მაგრამ Washington Post-ს ჰქონდა ეგეთი ის, რომ ერთი 100 სიტყვიანი იმეილი რო დააგენერირო ხელოვნურ ინტელექტს, იგივეა რომ 1 საათის განმავლობაში სადაც 13 ნატურა თუ რაც კონდეს პარალელურ რეჟიმში ჩართული. და ეს ანუ 100 სიტყვიანი იმეილი წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი მოიხმარს და მოკლედ ძალიან დიდ რაღაცასთან გვაქვს საქმე ენერგომოთხოვნის მხრივ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ DeepSeek არსებობს ბაზარზე, მაინც არსებობს ძალიან ისე ვთქვათ დიდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. თან თუ შევხედავთ ამერიკულ კომუნალურ სერვისების წარმოებულ კომპანიებს, უმეტესად ისინი არიან დამოკიდებული შიდა ბაზრებზე, ხო, ნაკლებად, ანუ გლობალური მიწოდების ჯაჭვები არ გააჩნიათ ფაქტობრივად და ანუ არანაირი რაღაც გეოპოლიტიკური დაზოვლება მათზე არ მოქმედებს და ხო, ერთ-ერთი დამატებითი კატალისტი არის რა. და ზოგადადაც ისე ეგ სექტორი, კომუნალური სერვისების სექტორი გარდა ეხა ტარიფების მხრივ იზოლირებული არის, როგორც ჩვენ ახსენე. მაგრამ ისტორიულადაც რეცესიის დროს ძალიან თავდაცვით სექტორად მიიჩნევა, გრადი სექტორი. იმიტომ რომ ისეთი სერვისი აქვს, რომელიც ადამიანს თუნდაც რეცესია იყოს, თუნდაც ეკონომიკური ექსპანსია ნებისმიერ დროს აუცილებელია, რომ ელექტროენერგია მოიხმარო და რადგანაც ესეთი აუცილებელი სერვისი აქვს, არაელასტიური სერვისი აქვს, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მოხარებლები ნაკლებად რეაგირებენ ელექტროენერგიის ფასის ზრდაზე, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა დიდად არ გაქვს და ეს ერთი კიდე დამატებითი კატალისტია, რის გამოც შეიძლება პორტფელიურად ადამიანმა განიხილოს ეს სექტორი. აქედან რავი ლოგიკურად შეგვიძლია გადავიდეთ ალტერნატიულ ინვესტიციებზეც, ხო? შენი საყვარელი საკითხი. საყვარელია. ძალიან საინტერესო. საინტერესო თემაა, ზოგადად ძალიან აქტუალური თემა ხდება ყველა თითოეულ ანუ ყოველწლიურად უფრო მეტად აქტუალური ხდება ბიტკოინის ამბავი, ხო? და მათ შორის ეხა გაზრდილი არის ძალიან სერიოზულად ინტერესი როგორც ცენტრალურ ბანკებისგან, ისე დიდი კორპორაციებისგან, რის გამოც ხედავთ ესეთ დიდ აღოსლას, ხო? ბიტკოინს შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ციფრულ ოქროდ. ჩვენ ოქროზე წლის დასაწყისშიც ვიყავით overweight და ეხლა უკვე რაღაც ესეთი ციფრული ალტერნატივა დავამატეთ და პატარა მიმოხილვაც გავაკეთეთ რეპორტში. ნუ ეხლა რატო ვართ და რატო ფიქრობთ ესე ვთქვათ, რომ შედარებით პოზიტიური შეება ვიყოთ ბიტკოინზე, არის შემდეგი მოვლენები, რომ ბიტკოინი არის გაზრდილი რამდენიმე მიზეზის გამო. 2024 წლიდან დაწყებული, 2024 წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ივენთები, რაც არის მაგალითად halving-ი, რასაც განმარტავ რამდენიმე წუთში, ასევე ETF-ების დალისტვა ბიტკოინზე, რამაც
აღიარება მოუტანა საფონდო ბირჟაზე, ბიტკოინის უფრო მეტი ხომალდობა შეძინა და ასევე არის ის, რომ 2024 წლის ბოლოს მოხდა რეიტების შემცირება, ინტერეს რეიტების შემცირება, რამაც მაკროეკონომიკურად ძალიან ისეთი ოპტიმისტური გარემო შექმნა რა. ის საერთაშორის ეს ETF-ების გამოჩენა ძალიან 180 გრადუსით შემოტრიალება არის, რაც ანუ ალბათ შენ უკეთ გეცოდინება, იმიტომ რომ ძალიან კონტრარიან ხედვა ქონდათ ამ BlackRock-ის, JP Morgan-ის ხალხს, რომ საერთოდ რა აქტივია ეს და ასე შემდეგ და ახლა კი ხედავთ, რომ თვითონ BlackRock-იც აგროვებს, რეზერვებს აკეთებს ბიტკოინის რეზერვებს აკეთებს და მოკლედ ამ რეზერვს მართავს სტრატეგიულად. ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა იყო ჩემი აზრით SEC-სა და CFTC-ის შორის. CFTC არის საქონლით ვაჭრობის კომისია, მაგათ შორის იურისდიქციის საზღვრები დაწესდა. რაც გულისხმობს იმას, რომ ბიტკოინი ოფიციალურად FIT21 კანონის მიხედვით საკანონმდებლო სტრუქტურამ აღიარა როგორც სავაჭრო საქონელად და ამან სერიოზულ ნდობა შეძინა საფონდო ბირჟებზე ინვესტორების რეალურ აქტივად გამოგეცხადა ხო ეს? ეგრე გამოდის. ამის გარდა რატომაც იზრდება ბიტკოინი არის ერთი ძალიან მარტივი მიზეზი, ალბათ ამ სფეროში ვინცა ჩართული, ყველას ეცოდინება ბიტკოინის ციკლური ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მხოლოდ 3 ციკლი ჰქონდა და ესე ვთქვათ მეოთხე ციკლი რაც ახლა მიმდინარეობს, გარკვეული ესე ვთქვათ გამოთვლები შეიძლება რომ გაკეთდეს. რაც გულისხმობს იმას, რომ ანუ სამ ფაზად შეგვიძლია ეს ციკლი დავყოთ. ეს არის bear market-ი, იგივე ბიტკოინის დაღმასვლა და ყველაზე დაბალი წერტილის დაფიქსირება, იგივე შემდგომი ეტაპი არის recovery, რაც არის ესე ვთქვათ წინა მაღალ ნიშნულამდე დაბრუნება და bull run-ი არის უკვე წინა მაღალ ნიშნულის გატეხვა და ყველაზე მაღალი ესე ვთქვათ ნიშნულის დაფიქსირება. დაახლოებით რო შევხედოთ თითოეულ ფაზაში რამდენი ხანი ჩერდება ხოლმე ბიტკოინი ისტორიულად bear market და bull run-ი გრძელდება დაახლოებით 300 დღე, 310 დღე, ხოლო რაც შეეხება recovery-ს ფაზა ყველაზე დიდხნიანი არის, ყველაზე მტანჯველი ინვესტორებისთვის, იმიტომ რომ არც მოძრაობს, არც იზრდება, რაღაც კონსოლიდაციის ფაზაშია, აკუმულაციის ფაზაშია. ამას, ვერ იგემე ხოლმე სანამ დაიძვრება ნორმალურად ბიტკოინი რომელ ფაზაში ვარ საერთოდ და დაახლოებით ეს გრძელდება ხოლმე 750 დღე. წლევანდელი ფაზა არის შედარებით განსხვავებული, იმიტომ რომ ბიტკოინმა recovery გააკეთა ბევრად უფრო მალე, დაახლოებით 200 დღით ადრე, ვიდრე ისტორიულად ხდებოდა და დაახლოებით უკვე 450 დღეა, დღეს უკვე bull run-ში არის, ინარჩუნებს წინა high-ზე, რაც იყო $77,000 ბიტკოინზე, იმაზე მაღალ ნიშნულს. ესე ვთქვათ ჩვენ რაც შეიძლება ვთქვათ არის შემდეგი რაღაც რომ შეიცვალა მოვლენები, ამიტომაც ჩერდება ბიტკოინი ამდენი ხანი bull run-ის ფაზაში, იმიტომ რომ ცენტრალური ბანკები, განსაკუთრებით თავი ამერიკა, ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ stockpile-ი გააკეთეს, ეგრეთ წოდებული, ბიტკოინის რეზერვების და ასევე ციფრული აქტივების მომარაგება დაიწყეს თავიანთ რეზერვებში. ამის გარდა ელ-სალვადორი უკვე მანამდეც იყო და აგროვებდა ბიტკოინს. იაპონია, ჰონგ-კონგი და ბრაზილია გეგმავს, რომ ამ მიმართულებით უკვე დაძრული აქვს, რომ უნდა რეზერვების გაკეთება. მოკლედ ძალიან ხოლმე PSG ისეთია რა, ერთ-ერთი კორპორაცია, კერძო ამ შემთხვევაში, რომელმაც ესე განაცხადა, რომ ბიტკოინის რეზერვს გააკეთებს. ტექნოლოგიურ კომპანიებზე აღარ ვსაუბრობ, Microsoft-ი და სხვა დიდი კომპანიები, რომ აგროვებენ და აგროვებენ. აქენა შეგვიძლია შემდეგი რაღაც დავასკვნათ. დაახლოებით თითოეული ციკლი გრძელდება ხოლმე, ეს სამივე ფაზა ერთობლივად 1400 დღე. ეხლა ვართ ჩვენ ამ ფაზაში დაახლოებით 1250 დღე, დაახლოებით ესე 180, 200 დღე გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ ბიტკოინმა ეს ციკლი დაასრულოს, მაგრამ დაასრულებს თუ არა ეს მეორე ამბავია, იმიტომ რომ დამატებითი ისეთი გარე კატალისტები ახლავს ბიტკოინის დას, რომ შეიძლება რომ უფრო დიდხანს გაგრძელდეს ეს ციკლი. ყოველ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ შემდგომ 6 თვეში რაღაცა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, ამის მოლოდინები უნდა გქონდეს. და როგორც წესი
ბიტკოინი ჰალვინგი რო ახსნა ძალიან მარტივად რა არის ბიტკოინის მაინერები აკეთებენ მარტივ რაღაცას სხვა რთულ გამოთვლებს აწარმოებენ და ამ გამოთვლებით ხურავენ სხვადასხვა ბლოკებს რის ხარჯზეც იღებენ გარკვეულ rewards ჯილდოს და ეს არის ესე ვთქვათ ამ სარგებლის განახევრებას გულისხმობს ჰალვინგი ანუ ფაქტობრივად და ესე ვთქვათ ამ ბლოკის დახურვაში დახურვას ვინ მოახერხებს, იმაზეა დამოკიდებული, ვის გააჩნია ყველაზე დიდი ძალა, ელექტრომომარაგება, ეგრეთ წოდებული hash rate. და halving-ი გულისხმობს ფაქტობრივად წარმოების სიჩქარის განახევრებას, რაც ხდება ყოველ 20 წელიწადში ერთხელ და ესეთი ბუნება ახასიათებს Bitcoin-ს, რომ halving-ამდე დაახლოებით 1 წლით ადრე იწყებს ხოლმე Bitcoin-ი აღმასვლას და halving-ის შემდგომ დაახლოებით 2 წელი გრძელდება ხოლმე. ეს halving-ი ქონდა 2024 წლის აპრილში, წინა halving-ი და იმ შემდგომ ბულრანშია, ну დაახლოებით ესე 2026 წლის დასაწყისში უწევს აი ამ ციკლის დასრულება, მაგრამ აქ საინტერესო არის შემდეგი რაღაცა, რომ ბოლო 6 თვეში, ან ბოლო 1 წელიწადში ხდება ხოლმე ესეთი პატერნი არის და პატერნი არის დაჭერილი, რომ ხდება altcoin-ების, ეგრეთ წოდებული პატარა coin-ების, განსაკუთრებით რა Ethereum-ს თუ შევიყვანთ, მათი აღმასვლა. ეს არის ძალიან მარტივი მიზეზის გამო განპირობებული, ნაწილი Bitcoin-იდან თანხებისა გამოდის და გადადის, ესე ვთქვათ, altcoin-ებში, მაგრამ ეს ცირადით ხდება, იმიტომ რომ რეალური alt სეზონი გულისხმობს იმას, რომ Bitcoin-ის დომინაცია, ეგრეთ წოდებული ბაზრის წილი უნდა შემცირდეს და სტაბილურად უნდა იზრდებოდეს Bitcoin-ის ფასი, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ Bitcoin და ხალხი მთლად ისე არ უნდა გადმოვიდეს altcoin-ებში, რომ Bitcoin-ის ფასის შემცირება დაიწყოს. ანუ ეს უფრო მეტად ნიშნავს იმას, რომ ახალი ინვესტორები შემოდიან ბაზარზე და ეს ახალი ინვესტორები შედიან altcoin-ებში, იმიტომ რომ აღარ აქვთ იმის იმედი, რომ Bitcoin-ი ესე რომ გაიზარდა, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და აი მოდი ამ პატარა ესე ვთქვათ coin-ებში, მათ შორის Ethereum-შიც ვნახოთ ესე ვთქვათ გარკვეული მოგებები. თან ეხლა ტექნიკურად თუ შევხედავთ Bitcoin-ის ბაზრის Bitcoin-ის დომინაცია არის ძალიან კრიტიკულ ლეველთან მისული. თუ ჩვენ ესე ვთქვათ გადავავლებთ volume profiles, რაც მთლიან charts, ამ Bitcoin-ის დომინაციის charts, ვნახავთ, რომ ანუ დაახლოებით 64-65%-ზე Bitcoin-ის market share-ზე არის ის ძირითადი ლეველი, სადაც ყველაზე დიდხანს ჩერდება ხოლმე Bitcoin და ანუ point of control-ს ვეძახით რა, ანუ მიდის ესე ვთქვათ, ანუ ამ ფაზაში ხდება და წყდება ის Bitcoin-ის საიწავო. ზემოწავად Bitcoin-ის ბაზრის კაპიტალიზაცია ეგრეთ წოდებული რა market share-ი ზემოწავა თუ ქვემოწამოვა რა. აქედან შეგვიძლია რაღაცა ლოგიკური დასკვნა გავაკეთოთ, რომ თუ Bitcoin-ის დარჩენილია 6 თვე 1 წელი ციკლის დასასრულამდე, შეიძლება რომ Ethereum-ი იყოს, Ethereum-მა out-performance-ი გაუკეთოს Bitcoin-ს და ვნახოთ Ethereum-ის სერიოზული აღმასვლა, რაც უკვე დაიწყო 1-2 დღეა, უკვე ვხედავთ, რომ Bitcoin-ის დომინაციამ პატარა შემცირებები წამოვიდა ქვემოთ. აქედან შეგვიძლია რავი ლოგიკურად გადავიდეთ, თუნდაც მაინერების წარმოება მაინერ კომპანიებზე, რომლებიც ძალისხმულები არიან ამერიკის ბიჟაზე, ისინი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში გამოიყურებიან. იქინა გამომდინარე, რომ ელექტრომომარაგების ფასი ამერიკაში არის ოდნავ გაზრდილი, მათი წარმოება არის შემცირებული, ხოლო hash rate-ი გაზრდილი. ანუ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილების მარჟების მხრივ, კი ბატონო. და რეალურად რო შევხედოთ, პირდაპირ ეს კომპანიები დამოკიდებული არიან Bitcoin-ის გამომუშავებას და Bitcoin-ის ფასზე. ზოგიერთი მათგანი რეზერვებსაც აკეთებს, ზოგიერთი ეგრევე ყიდის. და ისეთი კომპანიები, რომლებიც რეზერვებს აკეთებდნენ, ინახავდნენ Bitcoin-ის და ამის სტრატეგიულ მართვას აკეთებდნენ, ახლანდელ პერიოდში ბევრად უფრო უკეთესად გამოიყურება მათი აქციის ფასი, ვიდრე ისინი, რომლებიც ეგრევე რეალიზაციას აკეთებდნენ Bitcoin-ისას. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტივი ჩარტი ავიღოთ, როგორ მოძრაობს მაგალითად ამერიკაში დალისტული მაინერ კომპანიების ბაზრის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან და ასევე Bitcoin-ის ფასი. Bitcoin-ის ფასი დაახლოებით, რო შევხედოთ, ძალიან დიდი გეფი არის დაახლოებით 10-15%-იანი
თუ 20%-იანი გეფია ზუსტად ზებიათ არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში Bitcoin-ი უკეთებს სერიოზულ outperformance ასეთ კომპანიებს. საბოლოოდ რა მაინერებზე დავამთავრებ შემდეგი რაღაცით, რომ თუ მაინერებს ქონი კომპანიებს სულ რო წარმატებულები იყვნენ და დაუბრუნდნენ იმ პერიოდს, როდესაც რავი Bitcoin-ის outperformance უკეთებდნენ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ელექტრომომარაგების სწორი მენეჯმენტი, ასევე Bitcoin-ის რეზერვების სწორი მენეჯმენტი და ჩემი აზრით ის იქნება გამარჯვებული, ვინც ამ ყველაფერს ძალიან ისე კარგად მოახერხებს რა. თუმცა ანუ დასკვნა გამოდის ის, რომ თუ Bitcoin-ზე გინდა exposure-ის აღება, ანუ უმჯობესია პირდაპირ ფონდით იყიდო, ვიდრე დამატებით კომპანიის რისკი აიღო მაინერის სახით, ხო? კი ბატონო, ეგ არის დასკვნა. რა საბოლოოდ შეგვიძლია რომ რაღაც დავასრულოთ ეს ეპიზოდი, უბრალოდ ერთ რამეს გთხოვდი, რომ შეგვიჯამო რას ვფიქრობთ, რა არის ჩვენი აზრი შემდგომი 6 თვის განმავლობაში, მოკლედ რო ვთქვათ. ძალიან ისეთი კითხვა არის, ალბათ ძალიან გამიჭირდება მოკლედ შევაჯამოთ დასასრულის ფაზაში, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან პირველი 6 თვე ძალიან ქაოტური იყო. და ძალიან ბევრი მოლოდინი წამოვიდა იმის, რომ რეცესია ხო არ შეიძლება მოხდეს ამერიკაში, რადგან ძალიან ექსტრავაგანტული გადაწყვეტილებები მიიღო თავისი ოფისში მოსვლიდან უკვე ადმინისტრაციულ ოფისში მოსვლიდან ტრამპმა. თუმცა ეხლა რასაც უყურებთ, ნელ-ნელა ოდნავ სიცხადე ეფინება ბაზარს და შესაბამისად, მაგრამ რისკები როგორც ეხლა რაც ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი რისკი არის ყველა მხრივ რეგულატორულად და თვითონ მაკროეკონომიკულადაც კი, რომელიც სხვა ეპიზოდში არის დაფარული. თუმცა შესაბამისად ამ ყველაფრიდან დასკვნა შეიძლება ის იყოს და შემაჯამებლად, რომ დაბალანსებული მიდგომა არის ყველაზე კარგი, ანუ ასევე ისეთი აქტივებით პორტფელის დატვირთვა, რომელსაც აქვს თავდაცვითი უნარები, როგორც უკვე ვისაუბრეთ, მაგალითად utilities და კომუნალური სერვისები და ასე შემდეგ, მაგრამ რომლებსაც ასევე აქვთ სეკულარული კატალისტები, რაც ძალიან ბევრი განვიხილეთ და ანუ შემაჯამებლად და უფრო დეტალურად ალბათ რეპორტშიც გაიცნობა კითხველი დაინტერესებული, თუმცა ალბათ შემაჯამებელი სიტყვათ იქნება ის, რომ დივერსიფიკაცია და დაბალანსებული მიდგომა მომავალი პერიოდისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიდგომა ინვესტორის გადამოსახედიდან. მადლობა სანდრო, ესეთი საინტერესო და მრავალმხრივი საუბრისთვის, როგორც ყოველთვის. ესე ახლა შენთან უამრავ თემას ვეხებით ხოლმე, მოკლედ რო ვთქვათ. თქვენ მადლობა რომ გვისმენდით, თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ ჩვენს კვლევასთან დაკავშირებით, ვიდეოს აღწერაში ბმული სახით იქნება მითითებული. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.